დღეს წითელი პარასკევია ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანულ სამყაროში. მორწმუნეები ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ იერუსალიმში მოხვედრას და იესოს ჯვარცმამდე უკანასკნელი გზის ვია დოლოროსას გავლას. წმინდა მიწაზე იმყოფებიან ქართველი პილიგრიმები და იერუსალიმშია მოამბის გადამღები ჯგუფიც. დეტალებით გენო ოსიღმაშვილი გვერდდება. წუხარებისა და ვნების 600 მეტრიანი გზა აი ამ ადგილზე სრულდება. ჩვენ ახლა ქრისტეს აღდგომის ტაძართან ვიმყოფებით. თუმცა შიგნით კიდევ სამი გაჩერება. სამწუხაროდ ამ მომენტში ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ტაძარში გადავიღოთ. ახლა ეს აკრძალულია, მაგრამ პილიგრიმები აგრძელებენ სვლას და როგორც გითხარით, იქ სამი გაჩერება ხდებათ. ამ სამი გაჩერებიდან პირველი არის გოლგოთა, ადგილი სადაც იესო ქრისტეს სასჯელი სისრულეში მოიყვანეს და უფალი ჯვარზე გააკრეს. მეორე ადგილი კი არის გარდმოხსნის ადგილი, სადაც იესო ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნეს და დაასვენეს. ხოლო ბოლო მე-14 ადგილი არის კუვუკლია, იესო ქრისტეს განსასვენებელი. და სწორედ იესო ქრისტეს განსასვენებელთან კუვუკლიასთან მე-14 გაჩერებასთან სრულდება ვია დოლოროსა. ადგილი, რომელიც დღეს 10,000-ობით პილიგრიმმა გაიარა და მოილოცა. დღეს იერუსალიმის სავსეა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომლოცველებით, სხვადასხვა კონფესიებიდან, მათ შორის რა თქმა უნდა არიან ქართველები, ქართველების არაერთი ტური ვნახეთ აქ. ისინი გადიან გზას იმისთვის, რომ განიცადონ ის ტკივილი, დამცირება, შეურაცხყოფა, რომელიც იესო ქრისტემ გაიარა ამ გზაზე. უნდათ რომ ამით გარკვეულწილად დაუახლოვდნენ უფლის განცდებს, რომელიც იესო ქრისტეს სწორედ ვია დოლოროსას გზის გავლისას ჰქონდა. ძიმე დღეა დღეს მთელი სამყაროსთვის. გაგვაძლიერა რომ უფალმა მარტო შენდობას თხოვ დღეს ვერაფერს და წინვალე აღდგომამ დაგვიყენა უფალმა პირველ რიგში ჩვენი სამშობლოსთვის, პატრიარქისთვის დიდხანს გვიმყოფოს მისი ლოცვით ვართ და რა ვიცი, ისეთი ემოციების ქვეშ ვარ. უმძიმესი დღე არის სრულიად მართლმადიდებლური ქვეყნისათვის არის დედამიწის არის უმძიმესი. სადაც მაცხოვარმა გაიარა ეს გზა, რომელიც ყველა ადამიანი გავდივარ ჩვენ ცხოვრებაში, ყველას აქვს გოლგოთის გზა, მაგრამ აი ფიზიკურად ამ გზის გავლა დიდი მადლია, დიდი სასწაულია. საოცარი დღე იყო ჩემთვის, ენით აღუწერელი რა სიტყვები არ მყოფნის მართლა, რა ვიცი. ყველა ქართველმა და ყველა ქრისტიანმა უნდა გამოცადოს ეს გზნობა და გამოიაროს ეს გზა რა. ყველას გისურვებთ, ვისაც გულით გინდა და ვისაც ერთხელ მაინც საშუალება მოგეცემათ, ამაზე უარი არასდროს არ თქვათ და რა ვიცი, უდიდესი ბედნიერება ჩემთვის რა ემოციურად ძალიან დატვირთული დღე იყო. ეს არის წლის ყველაზე სევდიანი დღე. სამწუხაროდ წელს ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო ჩამოსვლა ომის გამო. ჩვენ აქ იერუსალიმში ვაპირებთ აღდგომის დღესასწაულს შევხვდეთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე დამწუხრებული ვარ და ყველა ასია დღეს, თუმცა მაინც ველოდებით კვირა დღეს და აღდგომას. მე სერბეთიდან ჩამოვედი. აქ ვარ, რადგან ღმერთის მწამს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი მთელი ჩემი ცხოვრებისთვის. აქ პირველად ვარ. მთელი ცხოვრება მსურდა აქ მოსვლა. ისეთი განცდა მქონდა, რომ მიწაზე არ დავდიოდი. სწორედ ასეთი შეგრძნება მაქვს ახლა. წუხარებისა და ვნების გზა დღეს 1000-ობით პილიგრიმმა უკვე გაიარა, თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან იერუსალიმში სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა კონფესიის 10,000-ობით წარმომადგენელია ჩამოსული და ყველას აქვს სურვილი, რომ სწორედ დღეს წითელ პარასკევს გაიაროს ვია დოლოროსა. თქვენ ხედავთ აღდგომის ტაძართან რამდენი ადამიანია შეკრებილი და ელოდება საკუთარ რიგს, როდის მიეცემა საშუალება, რომ შევიდეს უშუალოდ ტაძარში და ქრისტეს ბოლო სამი გაჩერებაც მოილოცოს. წითელი პარასკევი ქრისტიანული სამყაროსთვის უმძიმესი დღე არის, რადგან ეს არის დღე, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს და ის გარდაიცვალა. თუმცა დღევანდელი დღე ასევე არის გარკვეული შერეული გრძნობების დღეც მორწმუნეებისთვის, რადგან მათ აქვთ განცდა და მოლოდინი იმის, რომ მესამე დღეს იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგება. მაგრამ მანამდე დიდი შაბათის მოლოდინი არსებობს, რომელიც განსაკუთრებით იგრძნობა იერუსალიმში. ეს არის დღე, როდესაც იესო ქრისტე საფლავიდან, მისი მე-14 ბოლო გაჩერებიდან წმინდა ცეცხლი უნდა გადმოუდეს. შესაბამისად, აქ შეკრებილი ადამიანები, რომლებმაც დღეს ვია დოლოროსა მწუხარების გზა, მტკივნეული გზა გაიარეს, უკვე დაელოდებიან ხვალინდელ დღეს, დიდ შაბათს, როდესაც იესო ქრისტეს საფლავიდან სასწაულებრივად წმინდა ცეცხლი გადმოვა. იერუსალიმიდან გენო ოსიღმაშვილი საუბრობდა.